კვერცხზე ფასი არ გაიზრდება ქართული საწარმოები ამისთვის წარმოებას და მიწოდებას ზრდიან. სადღესასწაულო დღეებში სარეალიზაციო ობიექტები ინტენსიურად მომარაგდება. დეფიციტი მეფრინველეობის არც ერთ პროდუქტზე არ შეიქმნება. სადღესასწაულო დღეებისთვის ემზადებიან კუმისის მეფრინველეობის ფერმაშიც. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად ბაზარზე პროდუქტის რაოდენობაც მოიმატებს. Საღდგომოთ ყოველთვის იზრდება მოთხოვნილება დაახლოებით 200-300%-ით კვერცხის რეალიზაციის. ჩვენ საღდგომოთ მზად ვართ, რომ კვერცხი არ გაძვირდეს და დეფიციტი არ შეექმნეს ბაზარების ზრდა. ბაზარზე არსებული კვერცხის ფასებსა და ხარისხს სურსათის უნებლობის სააგენტო გააკონტროლებს. ბაზარზე იქნება იმდენი რაოდენობა განთავსებული კვერცხის, რამდენიც საჭირო იქნება. ერთი მოხდება ინსპექტირება თვითონ საწარმოებში, ხარისხის უნებლობის კონტროლი, ხოლო მეორე მხრივ ზედამხედველობა ბაზრებზე რომ არ განთავსდეს ადამიანისათვის მავნებელი სურსათი. ბაზარზე მეფრინველეობის პროდუქტის ზომასთან ერთად მათი ფასიც განსხვავებულია და კვერცხის საშუალო ფასი 25-დან 30 თეთრამდე მერყეობს.